მოგესალმებით, ჩემი სახელი ზევანი და დღევანდელი ჩვენი პირველი ეპიზოდი არის უშუალოდ ზევანის ოდისეის, ანუ ჩემი ოდისეის მეგობრებო, ჩემი პირადული. ჩემია პირადული. მე-5 საუკუნიდან აქ იყო ქალაქი ხორნაბუჯი, ვახტანგ გორგასალმა გადასცა თავის შვილს დაჩის და საუფლისწულო ქალაქის სტატუსი ჰქონდა მაშინდელ საქართველოში. ეს არის მე-5 საუკუნე, მე-6 საუკუნის დასაწყისში თუ არ ვცდები, მაშინდელ საქართველოში ერთ-ერთი დიდი ქალაქი იყო. და რატო იყო ეს? აი ეს ქალაქი მდებარეობდა აბრეშუმის გზაზე. მოგეთ მეგობრებო, ახლა ავდივართ ხორნაბუჯის 5 ციხესიმაგრეზე, აი ამ ციხესიმაგრეზე, მაგრამ არ ვაპირებთ რომ ბოლომდე გავიაროთ, იმიტომ რომ დროში ვართ საკმაოდ შეზღუდულები. თან არც თუ ისე, ანუ იგივე თითქმის იგივე ხედი გვექნება რა, ამიტომ პირველივე გადასახედზე გავჩერდებით, გადავიღებთ ამდენიმე კადრებს და ამ კადრებს მე რა თქმა უნდა შემოგთავაზოთ როგორც თქვენი მონამორჩილი. ამიტომ წავედით ახლა, უნდა ავიდეთ, მაგრამ პირველი გაჩერება არის პატარა გამოქვაბული ერთოთახიანი აპარტამენტი და ნახოთ აბა თუ ვიქირავებთ ამ აპარტამენტს. აი ეს არის, მაგრამ ჩემ ოპერატორს ხო დაგანახოთ ეს ადგილი. აი ეს არის სისაძაგლის გამოვლინება, არ ვიცი რა უნდა ვთქვა. აი ისე რომ ეს ბოთლები კარგად გამოაჩინეთ რა. ფეხი არ დაადგას აგი ბოდიში და ეს არის, ნახე. კარგი მაგალითებიც ხდება, ცუდი მაგალითებიც ხდება და აგერ აი შეხედეთ. აი კაცი რო ამას რო გააკეთებს, ხო? აი ესე რო ჩახეთქავს ამ რაღაც ენერგეტიკულ საშუალებას და ენერგიაზე უნდა მოვიდეს კაცი და აქვე რო დააგდებს, ხო? და მე ძალიან ენერგიაზე რომ მივა, აი ამას რო იზავს, აი ამას, ხო? ეხლა მითხარით, ის არის ბუნების პატრონი? იმას მისცა უფალმა საპატრონოთ ეს ქვეყანა, ხო? აი ეგ არის მდინარე ალაზანი. ფიროსმანი და ბოლო სოფელია საბათლო. აი საბათლოდან მოყოლებული, დამთავრებული ალავერდით და მისი მიმდებარე ტერიტორიებით ალაზნის ველი არის საქართველოში. აი 500 ჯიშს რო ამბობთ და შესაბამისად უამრავი სახეობის ღვინოები გვაქვს ბრენდული, 70% აი ზუსტად კახეთში და ამ ტერიტორიებზე მოდის. და ეს არის დღეს კახეთისთვის ხო რა თქმა უნდა ეკონომიკის მთლიანი და ძირითადი საფუძველი და საქართველოსთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეკონომიკური საფუძველი, რომელიც აქ რაც იწარმოება, არა მხოლოდ იგივე ატამი, ხილი, ბოსტნეული, ყველაფერი იწარმოება ძირითადად ალაზნის ველზე. გადმოვიდა ეს. რა იყო რა მოგივიდეთ? რა მოიპარო, რა მიგაქო? არაფერი კურდღლები მიმყავსო, რა კურდღლები, მეტი არაფერი არა. რა კურდღლები, აბა შეხტი ერთი უთხრეს ვიღაცას. შეხტი ჩაიხედეს, არა ძარაში არაფერი არა. არ არის, აბა არც კურდღლები არ არისო და რა გოტყუებოდ. ამოდენა ძაღლები გამოიშალეთ და მაგ კურდღლებს რა გააჩერებდა. საჩაურტყა. ისეთი ამბავი ტრიალებს რომ აქ რა გაჩერდება. დარჩაო, ვიღაცას დარჩა და წამოიღოთ რა. ფოტო. გამოიწერეთ მეგობრებო ზევანის არხი. აი, ოჩხა. ხორნაბუჯის ციხესიმაგრის მიდამოები საკმაოდ მოწესრიგებული არის დასასვენებელი სივრცეები, არის იქ საკვების სივრცეები, სადაც შეგიძლიათ დასჯეთ, ჭამოთ, გასკდეთ. ყველაფერი იქნათ, რა ვიცი, რაც გაიხარდებათ. აგერ ეს კაცი არის ჩემი ოპერატორი, ჩემი ძმა და მეგობარი და ჩვენ ერთად გადავლახავთ ამ ტკივილს, სიცხეს. მოგესალმებით, YRC არის ორგანიზაცია, რომელიც 14-დან 29 წლის ჩათვლით ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას, რომ ნახონ აი ესეთი გარემო ბუნება, არა მარტო ბუნება, გაიცნონ ახალი სახეები, დამეგობრდნენ ადამიანებთან, კომუნიკაცია გაამყარონ და ასე შემდეგ. მადლობა ბატონ ზევანს, ჩვენი YRC-ის ხსენებისთვის და გირჩევთ, რომ შეავსოთ ჩვენი აპლიკაციები დამიჯერეთ არინანებთ. სად მდებარეობს YRC? YRC მდებარეობს აჭარაბეთ არენასთან. ჯიული შარტავას 14 ნომერი, უფრო კერძოდ რო ვთქვათ, არენა პაბის გვერდით.
ჩვენი არის ბათუმში, აჭარაში. კი, აჭარაში. მსახურებით ხოლმე აჭარის რეგიონს. აჭარის რეგიონს და აჭარის ახალგაზრდებს 14-დან 29 წლის ჩათვლით. ვინც 28 წლის ხართ იჩქარეთ. მოკლედ ახლა ვართ შირაკის ველზე. ხედი შესანიშნავი რა თქმა უნდა. შევალთ აქვე არსებულ ეკლესიაში, აგერ ჯვარიც. და აი კომენტარს ვერ გავაკეთებ, იმდენად კაი სანახაობა მართლა რა ვთქვი, თქვენ თვალით რო შეხედოთ. უთრ რა ლამაზი არის ნახეთ. ხელის გულზე რო ჩანს აქაურობა. ეწყობის გარეშეც შეიძლება მოხდეს ბუნებრივი მდგომარეობაში მობრუნება და დაბრუნება. ესეთი ტერიტორიები მთელ მსოფლიოში არის დარჩენილი ძალიან ცოტა. და ძალიან მნიშვნელოვანია ესეთი ტერიტორიების არსებობა, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ გაგიმეორებთ, რომ ნებისმიერი დაცული ტერიტორია და აი ესეთი ტიპის ტერიტორია ფაქტიურად მარტო ის კი არ არის, რომ იქ რაღაცა მცენარეები ხარობენ, ახალიკები დაძრობიან, ხო? ეს ქმნის ერთობლიობაში ადამიანის საცხოვრებელ გარემოს. პროდუქტი საკვებად აღარ გვექონა რა. ანუ გაგორდალია მინდა რა ქვია ეს რა შესოდი მინდა იმ განგამოდი ესეც შირაკის ველი. ეს არის რაღაც ბუნებრივი ტბა. წავედით ეხა ზევით. ესენიც მოდიან. წავედით. აი აქ არის ჩამოტეხილი ადგილი რა. ეს ეკლესია აღადგინეს, იყო დაანგრეული და როგორც გავიგე და მითხრეს, აი ამ კლდიდან ჩამოვარდა ლოდი და აი ამ ხარეს მოხვდა. სასწაულებრივად, ანუ არ დაინგრა აქაურობა, არ დაინგრა ეკლესია, არის აშენებული ძალიან ხარისხიანად და ძლიერად და როგორც ჩანს სიწმინდე ყოველთვის სიწმინდე არის რა. გაუჩერდ საჭმელად და ჩამოვთ. და ეს არის ჩემი დელიკა. აი ეს ლეგენდები აქვს ვართ. რა გახარებთ ყველაზე მეტად? ჭამა, წოლა და დაწოლილზე ჭამა. აი, ნამდვილად. მოვიდნენ ეგე. მოვიდნენ ისე. მოვინებინებ. მოვიდნენო, რიბაკი ბიჭები. ჩვენ ძმები მოვიდნენო. პავადოკიანი ბიჭები მოვიდნენო. გამარჯობა. ძალიან ნასიამოვნები ვარ ჩაქაურობით. ულამაზესია ყველაფერი და გირჩევთ რომ მოხვიდეთ აუცილებლად. მადლობა. შენ როგორ მოგწონთ? მე ძალიან მაგარი არის რა. აი კაიფში ვარ. სილამაზით ამ ყველაფრის და ესეთ კაიფს უშურებ ყველას. ეს არის მეგობრებო გადასაღები მოედანი. აქეთ ფოტოგრაფები არიან. აქეთ არიან ფოტომოდელები. კომენტარს გააკეთებთ. რასთან დაკავშირებით? აი ამ სიტუაციასთან დაკავშირებით. ფეირებით რო არ თავდება გზა. ძალამაზია ყველაფერი ძალიან მოწონს. აი ლიზა და ბარი. და ძალიან never. Lisa და ბარი და never gonna აი საოცარი. ახლა მოვედით შირაკის აეროდრომზე. დაგათვალიერებენ რა თქმა უნდა აქაურობას და ბატონი ამირანი ყველაფერს მოგვიყვება. როგორ ხართ? ისე ვარ როგორც პოლში ლურსმანი. არა ვყა. ჩვენი მიზანი არის რომ დღეს სეიდი მოვასწროთ მიჯნისწყურის ნახვაც რა. აეროდრომი ვნახეთ, ხორნაბუჯის ციხესიმაგრეც ვნახეთ, სხვა ადგილებიც ვნახეთ, ჭამეთვით გავსკდით და ახლა ახალობასაც მოვივლით რა. ზევანი არის ყველაზე მაგარი ლიდერი. ზევანისთან ყველას ყოველთვის დაგხვდები. აი ვევასები ბავშვებს რა გავაკეთო. ბავშვი საყოლაჭებზე დიდი არის. დაიგრიჭეთ.
ეხლა რაღაცას გეტყვით და თქვით. გამოიწერეთ არხი დაიღრიანეთ ბოლო ხმაზე. მიდით 1 2 3. ეს ხეები არის სახსახაჭი, ამ ხეების გამოქვია აქაურობას იდეაში ვაშლოვანის ნაკრძალი. ეს ამის გამო ხო ქვია ვაშლოვანის ნაკრძალი რა? და მე მინდა ამ არხის პატრონს, ესე იგი მინდა ვუთხრა, რომ მეტად იყოს ლოიალური და მეტად იყოს კამერა გავთიშა. ეს იყო ინტერვიუ ირმასთან. უნახავ, მაგრამ ანახავ და აგერ ჩვენი ალაზანი ვნახეთ მეგობრებო. აგერ ბავშვებმაც ალაზანი ნახეს, იქეთ აზერბაიჯანია, აქეთ საქართველო, მაგრამ აგერ ჰოლანდიელები ყავს და აზრია ყველაფერს გავუკეთეთ, ძალიან მაგარი მანქანებია, ალბათ აქირავები არის და ჩვენც მოვედით ამ მიჯნის ყურეში. საქართველოს უკიდურეს წერტილში, კახეთში. ეს ყველაფერი გაკეთებული არის აჭარაში არსებული ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის მიერ ორგანიზებით, დაფინანსებით. რაც თავარი არის ის, რომ ძალიან კარგი რამ არის, რომ გამოიყენოთ რა ეს შანსი. სამწუხაროდ სხვა რეგიონებზე არ არის მსგავსი რამ, როგორც ახალგაზრდობის სააგენტო არის ეგეთი, რომელიც აგეხმარებათ, რომ სხვადასხვა აქტივობებში მიიღოთ მონაწილეობა, მაგრამ ეს კონკრეტული ორგანიზაცია უფრო და უფრო ვითარდება და უფრო კარგი აქტივობები აქვს. ამ ჯგუფს შევუერთდი როგორც ლიდერი, შევუერთდი თბილისიდან და შევუერთდი ისეთი გარიგებით, რომ უნდა ყოფილიყავი ლიდერი მოკლედ რა. ვარ მოხალისე ლიდერი, ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ სრულფერიანი ლიდერი ვარ ბოლო თუ არ მოხალისეთან და სწავლობ ლიდერობას, ლიდერულ უნარჩვევებს, რა უნდა გავაკეთო ბანაკებში და ასე შემდეგ. ამ კონკრეტულ ბანაკში ვარ ერთხელ უკვე ნაყოფი როგორც მონაწილე, მაგრამ სხვა ბანაკებშიც ვარ ძალიან ბევრში ნაყოფი და ვარ, რა თქმა უნდა, მონაწილე, მაგრამ ეს ჩემი პირველი გამოცდილება ლიდერობაში და გონია რომ კარგად გამომდის, იმიტომ რომ ბევრმა მითხრა ძალიან რომ ძალიან კარგი ლიდერი ხარ და ძალიან მოგწონხარო. და ჩემთვის ძალიან სასიხარულო არის. აბა, ასე მოგივით ბატონო, ამირან აქაურობას. ეს არის ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ერთ-ერთი ყველაზე ულამაზესი ადგილი. ულამაზეს მიზიდულობის წყარო ესე ვიტყოდი ვიზიტორებისათვის, იმიტომ რომ ფანტასტიკური ლანდშაფტებია. აქვე ჩამოდის მდინარე ალაზანი, რომელიც ბუნებრივია ქმნის ჭალას და ეს ჭალა და ის არიდული მეჩხერიტყის კონტაქტი აქ საკმაოდ მჭიდრო არის, რაც იწვევს მრავალფეროვან ასე ვთქვათ, მცენარეულ სამყაროს, იწვევს ამის გამო არის გამოწვეული ასევე მრავალფეროვანი მწერები, ფრინველები და ცხოველები. ანუ ბიომრავალფეროვნების ხარისხი ამ ადგილას არის ძალიან მაღალი და ესთეტიურადაც ძალიან გამორჩეული ტერიტორიაა და თავისთავად ცხადია, რომ ვიზიტორებიც აქ ძალიან დიდი რაოდენობით არიან. ამიტომ განსაკუთრებული სიფრთხილე გვმართებს ჩვენ ყველას ვიზიტორებს, ვინც აქ ვიმყოფებით, რომ დავიცვათ ის წესრიგი, ის ტერიტორიები, იმ ტერიტორიებზე ვიმოძრაოთ, რომელ ტერიტორიებიც ასე ვთქვათ, ამისთვის გამოყოფა, ანუ ბილიქზე ვიყოთ მხოლოდ და გაუფრთხილდეთ ამ დიდებულ გარემოს და დავტკბეთ რა თქმა უნდა, დავტკბეთ და დავრჩეთ ბუნებისა და ველური გარემოს მეგობრებად. აქ ესე იგი ბავშვები მიირთმევენ ხა? გვაქვს მრავალფეროვანი მენიუ, ესე რომ ვთქვათ. სხვადასხვა ტიპის და სახეობის. გვაქვს პომიდორი, კიტრი, მონადრიულიც. აქ შეიძლება ყოფილიყო თქვენი რეკლამა. ბანაკი არის 6 დღიანი, ამ 6 დღის განმავლობაში ჩვენ სრულად თუ არა ძალიან ბევრ საინტერესო ადგილს ვნახავთ მუშაობთ ვაშლოვანში. ტუჩებზე რა მჭირს, ანუ ჭირი დამემართა მეგობრებო, ამომიშრა ბოლომდე, როგორც ხედავთ, იმიტომ რომ აქ არის
ძალიან სიდიდის სიცხაი, ძალიან ცხელა მოკლედ აქეთ რა. და მზად იყავით. მე მზად ვიყავი ყველაფრით გარდა აი ამისა. და ახლა მაგ აი ნაშასავი ტუჩები. ასევე გეტყვით, რომ ეს ვიდეო არ არის დასპონსორებული Wires-ის მიერ, უბრალოდ ჩემი კეთილნებიდან გამომდინარე, მე რახან ვარ ამათ ერთად წამოსული და ამათთან ერთად წლებია უკვე მოვდივარ ბევრ მათ პროექტში მე მიღია მონაწილეობა, ბევრი კარგი საქმე გაუკეთებიათ ჩემთვისაც და ხალხისთვისაც, ვინც აჭარაში და აჭარის გარეთაც რა თქმა უნდა არიან, ჩემი კეთილნებიდან გამომდინარე, ვუწევ რეკლამას, რეკომენდაციას, თუმცა თუ დამასპონსორებმა არის მაგაზე ვიტყოდი უარს. ძალიან კაია მართლა რა ესეთი აქტივობები გეხმარებათ რომ აღმოაჩინოთ სხვადასხვა რაღაცეებში საკუთარი თავი რა. ამ ორგანიზაციის მიზანი იდეაში არის ეგ. ინდივიდუალური ფოტოების დრო არა გვაქვს. გოგი ჩაიკუნტეთ, ვიდი დალაგდეთ, სწრაფად. გათენდა მეგობებო. ავიღუძი ახლა. აი, ამაში ვწევარ, ამაში მძინავს ეს დღეები. მაგ ლამაზი ხედი, როგორც ხედავთ. პატარა კაბინეტი მაქვს წყობილია მე. ეხა ავდგები და დაგათვალიერებით დაკავრობას. სანამ არავის არ გავუყვიცია. აქ არის კოტეჯი, განახებთ წინა მხარესაც. აქ არის ორი აპარტამენტი გაკეთებული. ეს ის ერთადი კოტეჯი, ეს არის საწყობი. აქ არის სიუშვესაც შეგიძლიათ ავიც კარტი ითამაშოთ ან რამე ვისაუბროთ, მაფია ითამაშოთ პატარა ჯგუფმა. აქ ამ ყველაფრის მფლობელს ყავს ხოხბები. ესეც პატარა კოტეჯი არის. აი ის წინ არის სამზარეულო, შეგახედებ, შეგაჭყუტუნებთ. აი ეს. მოდით ხოუთ ჩამოხვალთ. შეგხვდებათ საპირფარეშო და აბაზანა ერთად. ანუ აქ შეგიძლიათ იბანაოთ კიდევაც რა. ანუ ჩვენ რა ხანამდენი ხანი დავარჩით ისეთი ადგილები პოვეთ, სადაც შეგვიძლია რომ დიდი ხანი ყოფილიყავით, ქვებანავა, სუფთად ყოფილიყავით და ბაძანგრები არ ყოფილიყავით რა. აი, ეს არის ჩვენი შეკრების სივრცე, აქ ვჭამთ, აქ ლაპარაკობთ რაღაცები და ასე შემდეგ. აქ გუშინ მაფია ვითამაშეთ. ეს ბუხარი და ისეც კარვები. მე ვხუნავ რომ მეთქი ჰიპების ბანაკს გავს მეთქი რა. დღეს ამ ადგილიდან წავალთ, უნდა ავიბარგოთ. საკმაოდ რთული მისია, იმიტომ რომ აი ამ ყველაფრის აბარგება და კოტეჯებიდან გოგოების გამოყვანა არის რთული მისია. ეგ არის ესე. წავედით აქედან, ავიბარგეთ. მე აგე კუსაოსზე მომეწია დაჯდომა და რა ვიცი, ძალიან მაგარი არის რა. აი. ოღონდ ტერიტორიას. ეს არის ჩვენი ექიმი, ალბათონო ექიმო, აბა რას გვეტყვით ბანაკზე და ამ უდაბნოს. ზოგადად მარტო უდაბნოთ არა, ყველაფრით ძალიან კმაყოფილი ვარ, ძალიან კარგი ბავშვები არიან. ჯანმრთელობას ვუსურვებ ყველას. ჩემი ჯათვლით. დასასრულს უახლოვდება ბავშვებო ჩვენი თავგადასავლები და ძალიან დიდი და ბევრი კარგი ემოციებით ვრუნდები სახლში. ეს კონკრეტული ადგილი არ მომწონს, იმიტომ რომ საშინელი აი ლეშის სუნია რატომ ვიცი. აი რა. ეს სამი თავია. ეს მოვიდა შეგარია. ყველი კეთილი გულსო, მოხდა ბაზარ. ქორწილის ფოტოგრაფი რა, ქორწილის. აი მენი. ახლა ნახოთ როგორ ჭამს. ახლა ნახოთ როგორ ჭამს. მოგესალმებით მეგობრებო, დღეს ჩვენ ვიმყოფებით, არ ვიცი რა ქვია ამ ადგილს. გასაგებია. და ნახეთ როგორი საოცარი ხედია იცი. როგორ წყალოს თამუნა კიდეზე. და როგორ წყალოს ჩვენი მეგობარი, მიდი თამუნა. მიდი. მე სილა შიში მაქვს, ამიტომ შევეცი მიწავა. ოთ აქ არის მინი კანიონი. ესე რომ ვთქვათ. დეზერტში დაკარგულები 2 მალი კინოთეატრებში. მეგობრებო, არ ვიცი ჩანს თუ არა, მაგრამ აი ეს არის კავკასიონი თეთრი. აქ არის სრული დიდი უდაბნო არის რა. ნახეთ რა ლამაზი კლდე არის.
დააკვირდით უბრალოდ როგორ ბუხბუხებს. ნახეთ, რა მაგარი არის. აი ესეც. აი ეს არის ყველაზე დიდი ვულკანი. დააკვირდით რა ხედია, რა სილამაზე იშლება და რა მაგარი არის უბრალოდ. აი 64-ია ჩვეულებრივი რა, კახეთი არის ძალიან განსხვავებული კუთხე. აი როგორ გადამოდის ნახეთ. ძალიან საინტერესო. და უცნაურიც. სრულიად შემთხვევით წავაწყდე აი ამას. აი ამას, ახეთ რამხელა არის. და ნახეთ აქედან ამოსული, ამ პატარიან ამოსული. რამხელა ტალღას ქმნის და რამხელა გზაზე მიდის. წარმოუდგენელია. ასე იგი ჩვენი ბანაკიც მიუახლოვდა დასასრულს. მინდა გითხრათ რომ ეს 6 დღე რაც ვიყავით იყო მართლა საუკეთესო, შესანიშნავი, კარგი მოგონებებით ატვირთული და ბევრი ისეთი რამ ნახეთ, რაც საქართველოს მოსახლეობის ალბათ 0.1%-ს ეკნება ნანახი რა. რაც სამ აყოცარი დამოუკიდებლად ძალიან გულდასაწყვეტიც, იმიტომ რომ ჩემი აზრით ყველა ქართველმა ნახოს ის რა გვაქვს ჩვენ რა. Forever young, I want to be forever young. Do you really want to live forever, forever and ever young? როგორ შეაჯამებ აბა ბანაკს? ძალიან ბევრი თავგადასავალი, ძალიან ბევრი ახალი მეგობარი და ძალიან ბევრი ახალი მაგარი რა ქვია მაგას, მოგონები. დავიღალე. კონტროპტი. დუბლი ნომერი 2. აბა, რას ვფიქრობ? როგორ ჩაიარა ბანაკი? ბანაკი იყო ძალიან მშვიდი. ძალიან კარგად დავისვენეთ 5 ვარსკვლავიან სასტუმროში. ძალიან მომეწონა სპა, რომელიც ჰქონდა სასტუმროში. და ვფიქრობ, აი ეს ბუნება და ლაქშერი ცხოვრება ზოგადად ჩემია რა. რომელი ორგანიზაციის წარმომადგენლები? Warriors. დუბლი ნომერი 3. აბა, როგორ შეაჯამებთ ბანაკს? და თქვენი ორგანიზაცია გითხარით. გამარჯობა, მე ვარ Warriors-ის თანამშრომელი. დუბლი ნომერი 4. შეგიძლია. აი ხა ჩამშალე დუბლი. 5. გამარჯობა, მე ვარ Warriors-ის თანამშრომელი. როგორ შევაჯამებდი ჩვენს ბანაკს და იყო ძალიან ბევრი თავგადასავალი, ძალიან საინტერესო ისტორიები, ძალიან დიდი გამოცდილება, უმაგრესი ტრენინგები და ძალიან მაგარი ექსკურსიები. მოკლედ, თუ გინდათ გართობა, თუ გინდათ ბუნება და თუ გინდათ ეკოლოგიასთან, მართლა ბუნებასთან ახლოს მისვლა, მაშინ აუცილებლად გამოყრევით ამ ბანაკში. აბა ჰე. აბა ხო. სარეკლამო ჭრა იყო მეგობრებო. როგორ შეაფასებდი ბანაკს ერთი სიტყვით? საინტერესო. უნიკალური. მეგობრული. განტვირთვა. Oh my god. ოჯეირანესი იყო. რა უნდა უქნა? თავსევით ძალა არა. თავს ვერ. რა უნდა უქნა? თავსევით ძალა არა, თავს ვერ ვიკლავდა. ულტრა ექსტრა მეგა ფანტასტიკური. საინტერესო. საოცარი. ბანაკი არის ურთიერთობა. გამოწვევა. გემრიელი. ესეც. კი, ლოგიდასაც უახლოვდება და აგერ ვიშლებით. ბათუმისკენ მივერეკებით. დაგვიქნიეთ ხელი. ვასება მაგრამ. ორმესი მადლობა გადაუხადო ჩვენს ბრძოლებს, რომლებსაც. Bravo, bravo! მადლობა არაფრის მართლა. მადლობა გადაუხადო ერთმანეთს. მადლობა გადაუხადო აშლოვანის ყველაფერს სატაცი. არ გასაგებია.